მოპარული არჩევნები ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ოცნების ლიდერების სანქციების მოთხოვნა და ახალი არჩევნებისკენ მოწოდება. ევროპარლამენტში ივანიშვილის პარტიამ მკაცრად გააკრიტიკეს. საქართველოს შესახებ სტრასბურგში გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა საგანგაშო უწოდეს დემოკრატიის მზარდ ვარდნას და საპასუხო ზომების აუცილებლობაზე ისაუბრეს. დებატები შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერსმა გახსნა. მის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ მსჯელობას 27 იანვარს ევროკავშირის საბჭოსეც გააგრძელებენ. საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე როგორც ცალმე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარების სრულიად მიუღებელია. ევროკავშირის სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლო დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშ ვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტი აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას, მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ კრემლის ოცნების, რუსული ოცნების პარტიას ეძახიან. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად სცემეს. თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც უარესდება ჩვენს სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ერთი თვის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვთქვა, რომ იქ ბოლო არჩევნები მოიპარეს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ჩვენ მოქმედება გვჭირდება. პირველ რიგში ივანიშვილი და ქართული ოცნების ოფიციალური პირები უნდა დასანქცირდნენ, მათ შორის აქტივების გაყინვით. მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ. მე ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მკაცრად ვგმობ. კომისიასა და საბჭოს ვთხოვ, რომ თავიანთი საქმე შეასრულონ. თქვენ ქართულ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენის გვჭირდება. ევროპარლამენტში სიდიდით მეორე ჯგუფი სოციალ-დემოკრატების გერმანელმა წარმომადგენელმა ტობიას კრემერმა თქვა, რომ ევროპის კარი კვლავ ღიაა, თუმცა საამისოდ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა თავისსავე ხალხზე. მან დაგმო თავდასხმა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზად ახალი არჩევნები დაასახელა. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55 დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. მე ხალხის გამბედაობა დეკემბერში ჩვენი ვიზიტისას ვნახე. ყველა ასაკის ადამიანი ქუჩაში ევროკავშირში მომავლისთვის და ევროპარლამენტში წარმოდგენისთვის გამოდის. ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან, რომ ქართული ოცნების რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი. ქართველები თავშეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის. არამედ იმის ნიშანია, რომ ქართული ოცნება პანიკაშია. მათ ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასეს. იფიქრეს, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებდნენ, რუსული სამოქმედო გეგმით იმოქმედებდნენ, დაშინებით ძალაუფლებას გაიმყარებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკთან გარიგება. პუტინი პარტნიორებს არ ეძებს, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ქართულმა ოცნებამ ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ. ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა. ევროპული ღირებულებები ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ ევროპარლამენტი გვერდზე არ უნდა გავდგეთ. უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. Georgians' dream of a democratic future aligned with European dream. ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება, მაგრამ პარტია, რომელიც საკუთარ თავს ქართულ ოცნებას ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს. ასე რომ ვკითხულობ, ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? თქვენ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს, არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში და ეს უნდა მისცეთ მათ.
ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში, მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ მსურველთა კოალიციაზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ. ევროპარლამენტარებმა კომისიას ოცნების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, რეჟიმის ჩინოვნიკებისთვის თვითმფრინავით მოგზაურობის მცირედი გართულება საკმარისი არ არის. დღეს გარეთ ცივა, წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. ციცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა პოლიციამ გცემოს უმიზეზოთ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები. ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობ თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება მხოლოდ ოდნავ გაართულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება. In Georgia, the EU is the only. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. არჩევნები მოიპარეს, რის გამოც არც ახალი პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი არ არიან ლეგიტიმურები. ხალხი 55 დღის მანძილზე არ ჩერდება. მათ წინააღმდეგ ბრუტალური რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმებია, თვითნებური დაკავებებია, ძალადობაა და ევროკავშირის საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება. ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია უაზრო. ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით აპროტესტებენ, ევროპის ჯერად და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი, 1 ევროპა 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოდით ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ. ვითარება საქართველოში სწრაფად უარესდება. ქართულ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. ქართული კოშმარის პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა. ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და სასტიკ ძალას იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათი ყველა ქმედებით თელავენ მას. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. თუ არაფერს არ ვიზამთ, ქართულ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნეს მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება. დებატებზე ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადება რამდენიმე ევროპარლამენტარმა გააკეთა. ყველა მათგანი პრორუსული, ულტრამემარჯვენე და პოპულისტური ჯგუფების წარმომადგენელი იყო. ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს, ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა. ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა და ბრიუსელი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივისცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება. დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული პროცესების შესახებ საგანგებო რეზოლუციის შემუშავებას გეგმავენ. რეზოლუცია ევროპარლამენტმა თებერვალში უნდა მიიღოს.